ორიოდე სიტყვა თქვა მინდა გითხრათ პიროტექნიკასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირის შესახებ და პიროტექნიკის მნიშვნელობაზე და როლზე კლიმატის ცვლილების საქმეში. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ძირითადად ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული და ძირითადად უკავშირდება საწვავი წიაღისეულის წვას. ცხადია, ძალიან უმნიშვნელო წვლილი პიროტექნიკის გამოყენებას, ძალიან უმნიშვნელო, შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი ქმნის გარკვეულ ცვლილებებს, ვერ შეაქვს თავის წვლილი კლიმატის ცვლილების პროცესში, იმიტომ ძალიან ბევრი მიზეზი გავა, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯერ ეს ერთი პიროტექნიკა უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენებული, არ ვიცი, კოლოსალური რაოდენობით გამოყენებული, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს იქ გამოფრქვეული აირების თვალსაზრისით. მეორე, პიროტექნიკის გამოყენება არ ხდება ინტენსიურად, ეს არის გარკვეული პერიოდები, ძირითადად რაღაც ახალი წელი და სხვადასხვა თქვა დღესასწაულები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პიროტექნიკის გამოყენება არ ცვლის გამოყენებას არ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი კლიმატის ცვლილების საქმეში. თუმცა, მეორე მხრივ თუ შევხედათ, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წელია ვლაპარაკობთ პიროტექნიკის შეზღუდვებზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაგალითად იგივე ცხოველების ქცევასთან დაკავშირებით, მათში შიშებს იწვევს, ძალიან ბევრ ცხოველს ეშინია, ძაღლებს ხო განსაკუთრებით და ასე შემდეგ. ერთი რამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ისევ პიროტექნიკასთან დაკავშირებით ცხადია, პიროტექნიკის გამოყენება არაფერია იმასთან შედარებით, რა ზიანსაც აყენებს ადამიანებს უპირველესად და ცხადია მე გარემოსაც ის მომწამლავი ხუთავი აირები, რომელიც გაშვებაც მოხდა რუსთავის მოედანზე, რუსთავის ქუჩაზე და ის მომწამლავი წიწაკიან გარეული წყალი, რომელიც იღვრება იქ. სწორედ ეგ არის გარემოს დაცვითი მიმართულებით ყველაზე დიდი ზიანის მომტანი და ძალიან ბევრი წერს უკვე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ რაც მცენარეები ხარობ და ამ 10 თუ 12-13 დღის განმავლობაში ამ მცენარეებმა იმდენი მიიღეს, ასე ვთქვათ, ეს წიწაკიანი სპრეები და ეს გაზის კაფსულებიდან გამოფრქვეული ნივთიერებები, რომ ყდომა დაიწყო. ამაზე უნდა იფიქროს გარემოს დამცველებმა და ამ კუთხით უფრო უნდა შეხედონ ამ ყველაფერს, რომელი უფრო უნებელია და რომლის გამოყენება და შეზღუდვა უნდა მოხდეს თუნდაც რეგულაციების მიხედვით.